ბუფეტში იყიდება დაუშვათ ხაჭაპური, ლობიანი იყიდება და მოდი ვთქვათ, კაი, რადგან ამბობ, სოსისიანი იყიდება. ეხლა დაუშვათ ამ 300 ბავშვიდან 5 ბავშვს არ უყვარს არც სოსისიანი, არც ლობიანი და არც ხაჭაპური. ამიტომ დირექტორმა გადაწყვიტოს, მოდი ბუფეტი დავკეტოთ. იმიტომ რომ ეს 295 ბავშვი რო ჭამს, ეს 5 ბავშვი მშიერი რჩება. ესმით რაზე ლაპარაკი. და ადგა და რომ დაკეტოს ეს ბუფეტი. რამდენად სწორი იქნება? იქნება სწორი? 5 ბავშვის გამო, რომელსაც არ უყვარს, უნდა დაკეტონ სკოლის ბუფეტი? ეხლა ნახეთ რაშია საქმე. მშობლებმა რომ მიაკითხონ ამ სკოლის დირექტორს და უთხრან, რომ იქნებ გაუღოთ ჩვენ შვილებს ბუფეტი, რა დააშავა ჩვენმა 295 ბავშვმა, თუ 5-ს არ უყვარს. სწორი იქნება მშობლის დამოკიდებულება თუ არა? მოდი ეხლა ესე დავსვათ შეკითხვა. დღეს საჯარო სკოლებში მართლმადიდებლური სწავლება არ არის. იმიტომ რომ 300 ბავშვიდან შეიძლება 5 კი არა, 1 იყოს, ან ისიც არა, რომელსაც არ უნდა ეს მართლმადიდებლური სწავლება. ამიტომ ამბობს დირექტორი, აქ შეიძლება 1 ბავშვი იყოს, რომელსაც ეგ არ უნდა. და არ არის იმ სკოლაში ღვთისმსიტყვა არ ისმის. მაგრამ მშობლები არსად არ მიდიან და არ ამბობენ, რომ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, რომ იმ ერთის გამო ამდენს ღვთისმსიტყვას აკლებთ. ეხლა სწორია მშობლის საქციელი? თუ ხაჭაპურისთვის და ლობიანისთვის მიდის მშობელი და გამოთქვამს თავის აზრს, რომ ჩემი შვილი მშიერი რჩება, როგორ ღვთისმსიტყვის გამო არ უნდა მივიდეს? უნდა მივიდეს და არ მიდის. უბრალოდ დგას და ამბობს, როდის შევა სკოლაში რელიგია. როდის შევა სკოლაში რელიგია. თვითონ ხელს არ გაანძრევს, არ მოითხოვს, არ შეწუხდება და ის შვილი სულიერად მშიერი რჩება.